დათვართ ხო? დიახ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში გადაწყდა რომ ამ ორი უბუმბერაზესი უმნიშვნელოვანესი უნივერსიტეტების გპ-ის და თესაუს გაერთიანება. რა ხდება ხალხო ეს რაც გვიშება? საშინელება. წარმოუდგენელი რამ. ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თავრობის მოტრფიალე ლექტორები და მუდამ წითელი ინტელიგენცია გვინდა ყველას ერთად გვინდა ერთი განცხადება გავაკეთოთ. დიახ. მე ძალიან გაკვირვებული ვარ მთავრობის ზოგიერთი წევრისგან მაგალითად, რომლებიც ამბობენ გპ-ი თორე ეგეც არ მყავდეს ჰარვარდიო. ვაი ბიზია. დიახ, არ არის ჰარვარდი, მაგრამ თავის საქმეს გპ-ი აკეთებდა ყოველთვის. ჰარვარდზე უკეთესად. დიახაც, ჩემი თუ არ გჯერათ, გაიხედეთ ელიავაზე. უმეტესობა გპ-ის ყოფილი კურსდამთავრებულები არიან. დიახაც, ერთი-ორი თუ გამოერევა რომელიმე ისეთი რაღაცი ჰარვარდელი. რომელიმე. დააფასეთ გპ-ი. აბა! მეგობრებო, ჩვენ გპ-ელები ვქნით უნიკალურ პროდუქტს, უნიკალურს, მრავალფუნქციურ რობოტ ადამიანებს. დიახ. თან წლებია ამას ვაკეთებთ. და ჩინელებმა ახლა დაიწყეს ამის კეთება. დიახაც. ტაში, გასაჭირო ტაში. აი, მოიფიქრა გპ-ელმა. ამაშია საქმე. მე მაინტერესებს რატო მოხდა ეს ყველაფერი? რატო მოხდა? ჩვენ თუ არაფერს ვაკეთებდით, არც არაფერს ვაშავებდით. ასე არ არის? რა თქმა უნდა. კი ბატონო. ერთადერთი რასაც ვაშავებდით, არჩევნებზე შავი მარკერით იყო ციფრი 41-ის გაშავება. ვაშავებდით. ვაშავებდით. მაგრამ როგორ ჩანს, სუდად ვაშავებდით. ბოლომდე არ უსვავდით, კარგად ხას, ბოლომდე უნდა გაგვეშავებინა. დიახ, ამაშია საქმე. ახუეტაშია. ბატონო ვასილ, თუ შეიძლება მე გავაკეთებ ერთ განცხადებას. კი ბატონო. ესო დაიკავოთ კი როლი. ბატონო. თუ გპ-ი შეუერთდება თცეუს, დაიკარგება შემდეგი პროფესიები. ატმორის ხელოსანი, ბეზონასოსის დიაგნოსტიკი, უარგისი კაბელების გამოწვის სპეციალისტი, კარების სახელურების უსაფრთხოების ხელმძღვანელი, მელანთაცლილი პასტების წინიდან დაორთქლის სპეციალისტი, ჩაჭრილი რადიატორების აღდგენი და კიდევ სხვა მრავალი სპეციალობა, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ჩემი ქვეყნის განვითარებაში, მეგობრებო. ნამდვილად. აში, აქ საჭიროაში. მადლობა რომ სიტყვით გამოსვლის უფლება. არაფრის, სხვათა შორის ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გპ-ის წითელი ინტელიგენცია მოვითხოვთ, რომ არ გაერთიანდეს ეს ორი უნივერსიტეტი. თხოვნით მოგმართავთ ყველას. მე მინდა იმ ხალხს მიმართო, ვის წარმოდგენაშიც კი არ აქვს რამხელა, ესე იგი საქმეს აკეთებდა გპ-ის ატმორები. რასამ? აბა, უდიდეს. ჩვენ რომ ეს ატმორები არ გამოგვეგონებინა, მთელი 90-იანი წლები ქართველი ერი ივლიდან დაბინძურებული. დაუბანლები ბატონო. აბარა! კი ბატონო. აბარა, ხედრიონის კლანჭებს გამოგვლიჯეთ ეს ხალხი და გავახათქათეთ გპ-ის ატმორით. მართალია. ასე არ არის? ასია. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, სხვა თუ არაფერი, გპ-ის ატმორი იუნესკო ძეგლთა დაცვის სიაში შესაყვანია. ხო არის ნამდვილად. ძვირფასო მეგობრებო, ცოტა დავწყნარდები და ისე ვიტყვი ამას. დიახ. ნუ ღელავთ რა. თქვენ გესმით რამხელა ფაკულტეტს აუქმებთ? ხალხს ქართული მეცნიერული მიღწევების გარეშე ტოვებთ. ჯერ მარტო რამხელა მსხვერპლი გავიღეთ. აი მაგალითად, ეს ადამიანი თქვი რამე იცოდით რატო ვერ ლაპარაკობს? რატო ვერ ლაპარაკობთ? იცით? არ იცით. იმიტომ რომ როცა გპ-ის ატმორზე მუშაობდით, ამ ადამიანზე ვაკეთებდით ტესტებს. ასე რომ ძირფასო რომ შევაჯავოთ ამ ადამიანის დამსახურება, ამ ადამიანის ორგანიზმში გაიარა მინიმუმ 70,000 ვოლტმა. კი ბატონო. ამაშია საქმე. დიახაც, ამაში. ამომწურავად გაქვთ პასუხი. ანუ რა თქვა?
ანუ ადამიანი ამბობს გასაგებენაზე, რომ უთხარიო რომ ნუ იზავ თამასო, ნუ გეშინიათო, ასე არ დავტოვებ ამ საქმესო. აბა რა. ასე არ არისო? კი ბატონო. დიახაც, ჩვენ არ გვინდა არავისთან შეერთება. არავისთან. თესეუს თვითონებს. რა არის თესეუ? თესეუ ეგეც არ მყავდეს ახლა ესტეუ. ბაჰა. აბა რა, გეთანხმებით ბატონო ვასილ, გეთანხმებით. არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმოთ მე ბატონო ვასილ და თუ გინდა რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს, ეს მთავრობა უნდა გადადგეს. ეს მთავრობა უნდა გადადგეს თუ გვინდა რამე შეიცვალოს უკეთესობისკენ. ბიჭო, შენ ნორმალური თუ რა უნდა გადადგეს? შტერი ხო არ ხარ? მე გეუბნებით რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს თუ გინდა რამე უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს ზოგადად და მე გამაჩუმებ, სხვა ამოიღებს ხმას და იმ სხვას ვერ გააჩუმებ და იმასაც გააჩუმებს, კიდე სხვა ამოიღებს ხმა და არ გაჩერდება ეს ხალხის ყიჟინა. აი, ვინ მოვდის სხვა? კაი, ესენი წამდეთ ვინ მოვა? სხვა უკეთეს ვინ მოვა? ვინ უნდა მოვიდეს? ვერსია გააქვს? გაჩუმდი ამიტომ რო არიცი. ამაშია ძირფას როგორებო საქმე. დიახ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ძირფას როგორებო? ხელისუფლებაო, იცოდეთ. გავფრთხილებთ ჩვენ გპ-ის ინტელიგენცია, რომელიც ყოველთვის მთავრობის მხარეს ვიყავით. ხო ასეა? კი ბატონო. ხო ასეა? კი ბატონო. გავფრთხილებთ თუ არ შეისმეთ ჩვენს ასე ვთქვათ, მოთხოვნებს და არ დააკმაყოფილებთ ჩვენს ასე ვთქვათ, ბისტრაფებებს. იცი რას ვიზავთ? პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავ. მე პირადად მე გადავინაცვლებ ხანგრძლივი და უმკაცრესი გაბუტვის რეჟიმში. გაიბუტეთ, ყველა გაიბუტეთ. ხმას არ გაგცემთ. და თუ მაინც არ შეისმენთ ჩვენს მოთხოვნებს, კატეგორიულად გავფრთხილებთ. უარეს პროტესტში გადავა ეს ყველაფერი. კი არ გავიბუდებით, გავიბუსხებით. ოდიშეს ტელეფონი მიდაგავს. დიახ. აი ძირფასო მეგობრებო, გამოიღო თუ არა შედეგი ჩვენმა მოთხოვნამ. რაო. არ გაერთიანდებითო. არაო? აბა რა, აი გაბუსხავ თუ არ გამოიღო შედეგი. რა მაგარია. აბაშია საქმე ძირფასო მეგობრებო. გაუმარჯოს ტესეუს. გავიმარჯვეთ. გილოცავთ. უჰა!